ფლორენციაში მე-13 საუკუნეში იწყება აღორძინების ხანა. იმ ადგილას, სადაც ახლა სანტა მარია დელ ფიორეს ეკლესია, იდგა პატარა ეკლესია, რომელიც ვერ იტევდა ქალაქებს და თან დანგრევის პირას იყო ჩამოინგრა კიდეც. ამიტომ გადაწყვიტეს ამ ძველი ეკლესიის, რომელსაც ერქვა სანტა რიპარატა, მის ნაცვლად აეშენებინა სანტა მარია დელ ფიორე. უკვე გრანდიოზული და უფრო დიდი ტაძარი. პირველი არქიტექტორი არნოლფო დი კამპიოა ის აკეთებს პროექტს და იწყებს მშენებლობას. მაგრამ მალე გარდაიცვლება და შეჩერდება მშენებლობა. კაიხანი შეჩერებული არის და მე ამ ტაძარში სადღაც 1330 წელს დაასვენებენ წმინდანის ნეშტს. გამოჩნდება მაშინ სპონსორი და ტაძრის მშენებლობა განახლდება. დღესდღეობით ეს ზიან მხატვრები ამ ტაძრის წინ და ესე ყიდიან თავიანთ ნახატებს. სხვადასხვა ძალიან ბევრი საინტერესო ნახატიც არის, რომელსაც დიდი სიამოვნებით შევიძენდი. დავბრუნდით ისევ ტაძარს, ეს საკათედრო ტაძარი და აი გვერდზე არის ბაპტისტერი, ახლა გამოჩნდება ეს ბაპტისტერია და კიდე ჯოტოს კაპანელა, რომელსაც შემდგომ გაჩვენებს ეს კოშკისებური გვერდით აშენებული შენობა არის. აი ეს სამივე შედის იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში. არქიტექტორ ჯოტოს აძლევენ ამ საქმეს, რომ გააგრძელოს მშენებლობა ამ ტაძრის, მაგრამ ის აშენებს კამპანიელს, ანუ ეს არის კოშკი, ანუ იგივე სამრეკლო, ჯოტოს სამრეკლოს უწოდებენ ამჯერად ამ ადგილს, რომელიც 85 მეტრის სიმაღლის არის ეს კოშკი და ამის დასრულებასაც ვერ ასწრებს. შემდგომ აი ამ კოშკს დაასრულებს ანდრია პისარო. წლები გადიოდა, ამოშენეს ეს კედლები როგორც იქნა და მივიდნენ გუმბათამდე და ისევ გაჩერდნენ. ანუ დიდ პრობლემას წააწყდნენ მის დადგმაზე და ესე გაჩერდებიან, ისევ იწყებენ ლოცვასაც კი იწყებენ, რომ გამოჩნდეს ვინც ამ თაღს დაადგამს და მერე შემდგომ კოზიმო მედიჩი გამოაცხადებს კონკურსს. სადღაც 1426 წელს ხდება და აი ამ კონკურსის შედეგად გამოჩნდება ეს ფილიპო ბრუნელსკი, რომელმაც როგორც იქნა შეიმუშავა საოცარი გათვლით თუ რანაირად უნდა გაკეთებულიყო ეს გუმბათი და დამდგარიყო აი ამ შენობაზე. ეს იყო ტყვიანურად გათვლილი, მოფიქრებული, ინჟინერულად დამუშავებული, ყოველგვარი წვრილმანი დეტალების გათვლით, ყოველგვარი გადასჭირდებოდა დამწეკრანების მექანიზმის შემუშავებით, ანუ ყველაფერი ქონდა ბრუნელესკის მოფიქრებული და აი დიდ დონეზე გაკეთებული, ასე რომ საბოლოო ჯამში გუმბათიც დაედგა. თუმცა ბოლომდე ბრუნელესკის არ გაუკეთებია, ის გარდაიცვლება და მისი ესკიზების მიხედვით დაასრულებენ და ზემოდანაც ემშუქრესას დაადგამენ. ეს ულამაზესი მოპირკეთება, ეს ფრესკებით გაფორმება, ქანდაკებების დადგმა, ეს ყველაფერი კი გააკეთა ემილიო დე ფაბრიკომ 1887 წელს და 1887 წელს დასრულდება ამ ტაძრის სრული მშენებლობა. კარებს ხო შესასვლელ კარებს აკეთებს ლორენცო გილბერტი. აი ამ საკათედრო ფასადზე უნდა დადგმულიყო დავითი, მიქელანჯელოსი, მაგრამ შემდგომ ის დაიდგა სინიორის მოედანზე. ამასობაში მოვიდა ჩვენი რიგი, შევედით ტაძარში და აი შიგნიდან უფრო ავექვამთ მის სიდიადეს ეს საათი. ეს საათის ამ საათის ციფერბლადი უკანსვლით მოძრაობს, ანუ საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ მოძრაობს და საინტერესო ის არის, რომ დასერილი არის 1-დან 24 საათის ჩათვლით, მაგრამ ეს 1-დან 24 საათამდე მოიცავდა მთლიან დღეს.
და ანუ დილა იყო პირველი, ასე ვთქვა და რომ ღამდებოდა 24 საათი იყო და მაშინ როდესაც დარეკავდა ზარი, ანუ 24 საათს როდის მაჩვენებელი ქალაქიდან გარეთ გასული ხალხი შემოსულიყვნენ ქალაქში, თორემ ღამე მოუწევდათ ქალაქ გარეთ ყოფნა. ეს ცოტა საშიში იყო იმ პერიოდისათვის. შიგნით ტაძარი არ იყო გადატვირთული, ქანდაკებებით ნახატებით მშვიდი, წყნარი გარემო იყო და ძალიან მცირედი ნამუშევრით იყო მორთული. ანუ გადატვირთული როგორც შეჩეული ვიყავთ სხვა ტაძრებში, ისეთი გადატვირთული არ ყოფილა. გუმბათი იყო ულამაზესად მოხატული. შორის გუმბათი მოხატა ჯერ ბაზირიმ 1568 წელს და შემდეგ 1579 წელს კიდე ფრედერიკო ცუკარმა დაასრულა და აი ხედავთ შუაში ქრისტეს, ღვთისმშობელს და დანჯის საშინელი სამსჯავროს ეპიზოდები არის გამოხატული აი ამ გუმბათზე. ფლორენციაში ტურისტების თავშეყრის ადგილზე უფრო მეტად მიაქცეთ ყურადღებას ისეთ კაფეებს და რესტორნებს, სადაც თვით ფლორენციელები იკვებებიან. ერთი ასეთი რესტორანი აღმოვაჩინეთ ფლორენციული კერძებით სან ლორენცოს ბაზილიკის წინ. და გერჩევთ შეხვიდეთ. სან ლორენცოს ბაზილიკა 393 წელს აშენდა და მე-11 საუკუნეში გადაკეთდა რომანულ სტილში. და ესეც საგვარეულო რესტორანი, რომელიც მამიდან შვილს გადაეცემა და ძალიან გემრიელი არის ყველაფერი. მეორე ესეთი რესტორანი კი სანტა მარია დელ ფიორეს უკანა მხარეს ესეთ ქუჩა მიემართება და იქ აღმოვაჩინეთ. ეს რესტორანი არის ძალიან გულისხმიერი პატრონეთი, რომელმაც აგვარჩევინა სტეიკისთვის ხორცი და ყველანაირად მოგვემსახურა და ძალიან გულიანი პიროვნება აღმოჩნდა. და საჭმელი, რაც მოიტანა ყველაფერი გემრიელი და საინტერესო იყო. კიდე შეგიძლიათ გემრიელად ბაზრობის მეორე სართულზე მიირთვათ. ყველაფერი, ყველა ზღვის პროდუქტიდან დაწყებული, რა გინდა სულოდაგულო, ყველაფერი შეძენა შეგიძლიათ. პირველ სართულზე პროდუქტები ყიდება ჩვეულებრივად და ზემოთ უკვე მზა საკვები არის, პატარა რესტორნებით, ტკბილეულებით და ნაყინებით და ყველაფერი იყიდება აი ამ ზედა სართულზე ამ ბაზრობის.